მე ახლა აქ დახაზული მაქვს ტიპიური პარაბოლა. ის არის პარაბოლა, ხო? და ამისი ფუნქცია, ასე ვთქვათ, არის y უდრის x კვადრატს. ამის განტოლება არის, რომ y უდრის x კვადრატს. კი ბატონო. მაგრამ მე ახლა მინდა რომ რამდენიმე ექსპერიმენტი ჩავატარო. თქვათ, მინდა რომ დავწერო ესეთი რაღაც. მოდი რა მოხდება, თუ მექნება y minus k ტოლია x კვადრატის. ანუ y კი არ არის x კვადრატის ტოლი, y minus რაღაცა მთელი რიცხვი, ან არა მთელი y minus k არის x კვადრატი. რა მოხდება? მოდი დავუკვირდეთ რა მოხდება. ახლა თავიდან, ხო? როცა მხოლოდ x კვადრატი მქონდა, x კვადრატ x-ი როცა იყო 0, ვიღებდი რომ y-იც იყო 0. აი აქ ხვდებოდი, ხო? ახლა როცა x კვადრატი 0-ია ამ შემთხვევაში, ვიღებ რომ y minus k არის 0. ანუ y გამოდის k. და თუ k თქვა დადებითი რიცხვი არის ამჯერად ეგრე ავიღოთ, მაშინ გამომივა რომ სადღაც ზემოთ აღმოჩნდება წვერო აი ამ პარაბოლის და არა 0-ზე. იმიტომ რომ x-ი როცა აქ 0 ჩავწერე, y minus k გამოდის 0, ანუ y გამოდის k-ს ტოლი. ნუ როცა k დადებითია ეგრე ავიღოთ ამ შემთხვევაში. ხა ნებისმიერი სხვა წერტილი რომ ავიღოთ, მაგალითად 1, მაგალითად აქ რომ მქონდეს 1, აი აქ რომ იყოს 1-იანი. მაშინ მართალია ხა ეს ზუსტად არ არის ნახაზი და სიამდვილეში აქაც 1-იანი უნდა მქონდეს. მაგრამ არა უშავს მაგას. ნუ წარმოვიდგინოთ რომ ეგრეა. 1-იანი საკვადრატებით ვიღებდი 1-იანს, ხო? ანუ მაქვს x კვადრატი, ჩავსვი 1-იანი, მივიღე 1-იანი. კი ბატონო. მაგრამ ახლა აქ რომ ჩავსვამ 1-იანს, რა მომივა? y minus k უდრის 1-ს მივიღებ. ანუ y უდრის k-ს plus 1-ს. ანუ სიამდვილეში ისევ k-ი უფრო მაღლა ავალ. ესე იგი ამ განტოლების შემთხვევაში კიდევ ისევ k-ი უფრო მაღლა აღმოჩნდები. აი აქ. და ეფექტურად გამოვა, რომ მე რადგან y-ს გამოვაკელი k, მთელი ეს ნახაზი თითოეული მნიშვნელობა რომ შევამოწმოთ, ავწია ზემოთ k-ი. ანუ მთლიანი ნახაზი რაღაცნაირად ესე მოვახერხე და k-ი ავიდა ზემოთ. აი ეს გააკეთა y minus k-მ აი ამ შემთხვევაში. კარგი ბატონო, ეხლა თქვათ მაინტერესებს კიდე სხვა რაღაც. მაგალითად მაინტერესებს რა მოხდება ამის ნაცვლად თუ მექნება ესეთი რაღაც. y ტოლია x-ის კვადრატის კი არა, x minus a-ის კვადრატის. აი ახლა რა მოხდება? ნუ ვუკვირდები და ახლა ვუყურებ რომ ადრე თუ x ჩავსვამდი 0-ს და მივიღებდი 0-ს, ანუ თუ მინდოდა რომ 0-ში მოვხვედრილიყავი, თუ მინდოდა რომ x ღერძის 0-ში, უბრალოდ თუ მინდოდა რომ y ყოფილიყო 0, ასე ვთქვათ, ყოფნიდა x-ის ნულობა. y თუ მინდოდა ყოფილიყო 0, ყოფნიდა x-ის ნულობა. ახლა x-ი რომ 0 იყოს, არ იქნება y 0, იქნება a-ის კვადრატი. ამიტომ მე თუ მინდა რომ y მივიღო 0-ის ტოლი, აი ეს უნდა გახდეს მთლიანად 0. ანუ x-ი უნდა გახდეს a-ის ტოლი. ესე იგი, თქვათ a-ში თუ არის ისევ დადებითი ავიღოთ, a-ში თუ არის რაღაც დადებითი რიცხვი, აი აქ თუ არის თქვათ a-ში, ესე იგი, აი აქ უნდა მოვიდეს x-ი, რომ მქონდეს სათავე აი ამ პარაბოლის. იმიტომ რომ y 0 ხდება აი აქ. თუ თქვათ მაინტერესებს არა 0 არამედ აი თქვათ მაინტერესებს 1-ს როცა ჩავსვამ, ანუ როცა y მინდა რომ მივიღო 1-ის ტოლი სიტყვაზე, როგორც მარტივად ვიღებდი როცა 1-ს ჩავსვამდი აქ. აქ როგორ უნდა მივიღო ეგ? აქ უკვე a-ში კი არ მყოფნის, ან 1 კი არ მყოფნის რომ y იყოს 1-ის ტოლი. ყოფნის რომ a-ს გადავაჭარბო 1-ით. ჭირდება რომ a-ს გადავაჭარბო 1-ით, რომ მივიღო y რას უდრის 1 როცა მაქვს კვადრატში აქ. ანუ ისევ რომ გამიმეორო, ჩვეულებრივ შემთხვევაში თუ y-ის 1-იანის მიღება მინდოდა, უნდა უბრალოდ ჩამესვა x-ის ადგილას 1-იანი, ახლა მიწევს რომ a-ს გადავაჭარბო 1-იანით, რომ მივიღო y 1-ის ტოლი. ანუ გამოდის რომ მე თუ მინდა რომ მივიღო, ესე იგი, აი ეს მნიშვნელობა, აი აქ რაც მაქვს y უდრის 1-ს, უნდა გადმოვიდე a-ზე 1-ით მარჯვნივ. ანუ დაახლოებით აქ. და აი აქ მექნება მაშინ, აი აქ მექნება განტოლების მნიშვნელობა 1-იანი. და ეფექტურად გამოდის რომ მე x minus a-ს რომ ვწერ კვადრატში და არა უბრალოდ x კვადრატში, a-შით მარჯვნივ გადმომაქვს მთელი აი ეს პარაბოლა. ანუ აი ასეთი ტიპი გახდება მაშინ ეს პარაბოლა, გადმოვა ესე მარჯვნივ. ეს გახდება მაშინ პარაბოლა. უბრალოდ აქ გვექნება პარაბოლა უფრო სწორი ნათქვამია. ნუ ზუსტად არ გავს ახლა ცოტა ცუდი ნახაზია, მაგრამ არა უშავს. კარგი. თქვათ ახლა მოდი ესეთი რაღაცა ავიღოთ. კი ბატონო, ეს რაღაც მიმატებები გამოკლებები ნახეთ. რა მოხდება თუ მაქვს y ტოლია minus x კვადრატის. ნუ ეს შეგვიძლია გავიაზროთ როგორ. აქამდე x რომ ჩავსვამდი, აი აქ წამეშალა, მაგრამ არა უშავს. აი აქამდე x რომ ჩავსვამდი, ყოველთვის ვიღებდი რაღაცა მნიშვნელობას. ახლა რადგან მინუსი მაქვს წინ, ყოველთვის მივიღებ მაგის საპირისპირო მნიშვნელობას, შებრუნებელს, ხო? შებრუნებელს არა, მოპირდაპირ მნიშვნელობას. ამიტომ თქვათ 0 როცა ისევ 0 იქნება, იმიტომ რომ ნუ ჩასვი 0-0-ია. მაგრამ ნებისმიერი დანარჩენი მომცემს პირიქით მინუს ნიშნიან იგივე მნიშვნელობას. ანუ ამომიყირავებს ამ პარაბოლას. აი ეს მოვა პარაბოლას, როცა წინ მინუსს დავსვამ. კარგი, მინუსს დავსვი, თქვათ ახლა სხვა რაღაც მაინტერესებს. მაგალითად, მინდა გავიგო რა მოვა თუ y ტოლი გახდება 2x კვადრატის. 2x კვადრატის ტოლი თუ გახდება, მაშინ ყველაფერი გაიზრდება უფრო სწრაფად, იმიტომ რომ ადრე თუ 1-ს ჩავსვამდი x-ში და 1-ის ტოლი იქნებოდა y. ახლა 1-ს რო ჩავსვამ 2-ის ტოლი გახდება. თუ 2-ს ჩავსვამდი და 4-ის ტოლი იქნებოდა, ახლა 8-ის ტოლი გახდება. ანუ ყველაფერი გაიზრდება უფრო მალე, ანუ x-ის თითოეულ მნიშვნელობას უფრო მაღალი მნიშვნელობა შეესაბამება. ამიტომ რაღაცნაირად შევიწროვდებასავით ეს პარაბოლა, იმიტომ რომ უფრო სწრაფი გახდება, ანუ სწრაფად
მზარდი ფუნქცია გახდება უფრო, აი ესეთი იქნება დაახლოებით. ახლა მე თუ პირიქით ეს დავწერე ასე y ტოლია 1/2 x-ის, ხო? x კვადრატის უბრალოდ. მაშინ პირიქით ყველაფერი ნელა გაიზრდება, ადრე თუ x კვადრატი, თქვა, ადრე თუ x-ში 1 ჩავსვამდი და y 1 იყო, ახლა 1-ს რო ჩავსვამ 1/2-ს მივიღებ. 2-ს რო ჩავსვამდი და 4 იყო, ახლა 2-ს მივიღებ. ანუ პირიქით უფრო გაიწელება რაღაცნაირად და ნელა გაიზრდება უფრო. ანუ აი ესეთი გახდება, აი ესეთი ტიპი. ხა ცხადია ნებისმიერ ამაც რომ მინუსი მივწერო წინ, ხო? აღარ დავხაზავ მაგას, უბრალოდ ამომიტრიალებს ამას, მეტი არაფერი. ეგ იქნება და ეგ. კარგი, ახლა ეს ძალიან გადაიტვირთ, ამიტომ მოდი კიდევ გვერდზე დავხაზავ ერთ ზოგად შემთხვევას და მაგით მოვრჩეთ. ესე იგი, აი აქ მაქვს რაღაც გრაფიკი, ასე. ეს არის ჩემი საწყისი პარაბოლა, ეს არის, ესე იგი, ჩემი საწყისი პარაბოლა დაახლოებით. ეს არის y ტოლია x კვადრატის. ეს არის y ტოლია x კვადრატის და ახლა თქვათ მე მაქვს დაწერილი აი ესეთი განტოლება. y ტოლია, არა, უბრალოდ y minus k ტოლია a ჯერ x minus a-შის კვადრატის. a-ში არ ვიცით რა არის, შეიძლება იყოს თქვათ დადებითი უარყოფითი 1 cm 1 cm ეს შემდეგ. ახლა რა ვარიანტები მაქვს? ნუ პირველ რიგში ვიცი რომ რადგან k გამოაკლდა, ამის სათავე აიწევს ზემოთ k-ი. აქ თქვათ მაქვს k. და რადგან a-ში გამოაკლდა x, ვნახეთ რომ გადაიწევს a-შით მარჯვნივ, თქვათ a-ში მაქვს აქ. ესე იგი სათავე იქნება აი აქ, ამ პარაბოლას. ახლა თუ a უდრის 1-ს, მაშინ პარაბოლა იქნება ზუსტად ისეთივე როგორც აი აქ მეხაზა, ანუ იქნება დაახლოებით ეგეთი. ანუ როგორც აქ მიხაზია, მეტნაკლებად იმენდე გავს. აი ეს. თუ a არის 1-ზე მეტი, მაშინ პარაბოლა იქნება უფრო სწრაფად ზრდადი, უფრო შევიწროებული. თუ 1-ზე ნაკლები არის, იქნება აი ესეთი ტიპი, უფრო ნელა ზრდადი. და თუ მინუს რიცხვია, მაშინ ისევ -1-ზე ნაკლები 1-ის ტოლიან 1-ზე მეტი, აი ამ სამი ტიპის ამოტრიალებული ვარიანტები მექნება, ანუ რაღაცა აი ასეთი, ან ასეთი, ან აი ასეთი. ესე იგი, იდეა იმედია გასაგებია, აი ესეთი გავლენა აქვს რაღაცების გამოკლებას x-ისთვის და y-ისთვის, ნუ y-ისთვის, x-ისთვის შიგ კვადრატში და ასევე ასეთი გავლენა აქვს რაღაც კოეფიციენტზე გამრავლებას. ხა, უცებ შეიძლება ვიფიქროთ, რომ კი, მაგრამ იქნებ x კვადრატს მინდა გარედან გამოვაკლო რაღაც a-ში ვთქვათ და შიგ კვადრატში რატო ვაკლებთ? ამაში თავარი ის არის, რომ თუ მაქვს y ტოლია x კვადრატის და a-ში გამოვაკელი, ეგ ხომ იგივე არის, რომ ორი მხარეს თუ დავუმატებ, აქეთ დამემატებია a-ში y-ისთვის და უბრალოდ x-ი დამეტოვებია თავის ადგილას, ხო? ამიტომ y minus k ითვალისწინებს იმ შემთხვევასაც, როცა x კვადრატს გარედან უმატებ რაღაცას და ამიტომ ეგ საინტერესო აღარაა, ამიტომ y minus k-ში შედის ეგ. და ამ დროს x რომ გამოაკლდება რაღაც და მე რა კვადრატებ, უკვე ეგ საინტერესოა, იმიტომ რომ მაგას y minus k ვეღარ ითვალისწინებს.